როცა უყურებთ ასეთი ეკოსისტემის ფოტოს, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა: საიდან მოდიან ეს მცენარეები ან როგორ იზრდებიან? ისინი მუდმივად იზრდებიან ზომაში, უფრო და უფრო დიდი ხდებიან, მაგრამ საიდან მოდის ეს მასა, ის ნივთიერება, რაც ზრდის მათ? დააპაუზეთ ვიდეო და დაფიქრდით ამაზე. შეიძლება ხვდებით, საიდან უნდა მოდიოდეს, წინა ვიდეოებში კარგად გავარჩიეთ ფოტოსინთეზი. ფოტოსინთეზი არის პროცესი, რომელიც ნახშირორჟანგს იყენებს ჰაერიდან, წყალს მიწიდან და მზის ენერგიას, მზიდან, რომ ააშენოს მცენარე. ორი რამისთვის სჭირდება მზის ენერგია მცენარეს. ერთი არის, რომ საკუთარი თავი ააშენოს და ამისთვის მატერიას იყენებს ნახშირორჟანგიდან და წყლიდან და მეორე, რომ გამოყოს ჟანგბადი. და ამ პროცესის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს მცენარე იყენებს როგორც საკუთარი სტრუქტურის ასაშენებლად, ასევე შაქრის სახით ენერგიის შესანახად. ამ დროს მცენარეების ჭამის შედეგად ცხოველებიც იღებენ ენერგიას. და როგორ ვახერხებთ, რომ ეს ენერგია გამოვათავისუფლოთ და გამოვიყენოთ? აქ შემოდის ჟანგბადი, რომელიც ძალიან გამოსადეგია ზუსტად ამ საქმისთვის და სწორედ ამიტომ გვჭირდება ჟანგბადი სუნთქვისას. იმიტომ რომ სუნთქვა პრაქტიკულად გვაძლევს საშუალებას, რომ ფოტოსინთეზის შებრუნებული რეაქციასავით ვქნათ. დავშალოთ ის შაქრები, რომლებიც მივიღეთ მცენარისგან. ასე რომ მთელი ბიომასა წარმოქმნილი არის წყლისგან, რომელიც მიწაშია, ნახშირორჟანგისგან, რომელიც ჰაერშია და მზის ენერგიის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, გარემოდან სხვა საკვები ნივთიერებებიც შემოდის, მაგალითად მინერალებია მნიშვნელოვანი, რომელიც მიწაშია, მაგრამ ძირითადად მცენარეების მასის ძირითადი შემადგენელი ნაწილი არის წყალი და ნახშირორჟანგი.